საქართველოს ეკლესიის წმინდანთა დასში ძმები კარბელაშვილებიც შედიან. მათი 8 წლი თავდადება ქვეყნისა და დედა ეკლესიის წინაშე უდიდესია. გვარი მომდინარეობს მისი წინაპრის პეტრე ხმალაძისაგან, რომელსაც მეტსახელად კარბელას ეძახდნენ, რადგან მისი დედულეთი, სადაც გაიზარდა, სოფელი კარბი იყო. როცა ის სოფელ ჭალაში დაბრუნდა, კარბელა შეარქვეს. ქართველ მგალობელ მომღერალთა საგვარეულო, რომელიც თითქმის 3 საუკუნის განმავლობაში მე-18 საუკუნიდან მე-20 საუკუნის პირველ მესამედამდე თაობიდან თაობას გადასცემდა სრული მგალობლის ტრადიციას, რაც ყოველი საგალობლის სამივე ხმის ცოდნასა და ლუტბარობას გულისხმობს. კარბელაშვილების საგვარეულოს სათავეში ედგა პეტრე გრიგოლიძე ხმალაძე 1754-1848 წლები. იგივე კარბელა. პეტრემ სამგალობლო ხელოვნება ერეკლე მეორის კარზე შეისწავლა. წლების განმავლობაში გალობდა კათოლიკოს პატრიარქ ანტონ მეორე ბაგრატიონთან სამთავისის საკათედრო ტაძარში. გალობას ასწავლიდა მდინარე ლეხურას ხეობის ტაძრებსა და სოფლებში. კარბელაშვილების საგვარეულო ასეთია: პეტრე გრიგოლიძე ხმალაძე 1754-1848 წლები, იგივე კარბელა. გრიგოლ პეტრესძე 1812-1880 ღუდელი, დიაკვანი, სრული მგალობელი. ყავდა 5 ვაჟი და 1 ქალიშვილი სიდონია. ვაჟები: ფილიმონი 1866-1879 წლები, ღუდელი. 1869-1879 წლებში სამთავისის საკათედრო ტაძრის მქადაგებელი და მგალობელი. ანდრია 1851-1924 წლები, მგალობელი. 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო თავის ძმა პეტრესთან ერთად ბოლშევიკებმა დააკავეს და ტირიფონის ველზე დახვრიტეს. პოლი ევქტოსი 1855-1929 წლები, მუსიკოსი, მგალობელი, დეკანოზი, მწერალი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე. ფილიმონ პოლიევქტოსის ძე, ღუდელი, მგალობელი და პედაგოგი. განათლება მამასთან მიიღო. მუშაობდა დიაკვნად, მღვდლად, სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში. დიდი წვლილი შეიტანა ქართლ-კახური საგალობლების ნოტებზე გადატანისა და გამოცემის საქმეში. ვასილი 1855-1926 წლები, მუსიკოსი, მგალობელი, საზოგადო მოღვაწე, ეპისკოპოსი. პეტრე 1860-1924 წლები, მგალობელი. თავის ძმა ანდრიასთან ერთად დახვრიტეს 1924 წელს. 2011 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით 5-ვე ძმა წმინდანებად შერაცხეს. ხსენების დღე 6 სექტემბერი. აი ასეთები ვართ ქართველები. ფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.